მოგესალმება ტელევიზია კვირიკე გადაცემა მეცნიერების სკოლა და მე კი მის წამყვანი ნიკა ყოლბაი გახლავართ. დღევანდელი ჩვენი თემა არის ფიზიკა და ფიზიკის როლი ადამიანის ცხოვრებაში. და ამ თემას საუბრობთ მოვიწვიეთ 151 საჯარო სკოლის პედაგოგი თინა მელიქიძე, ფიზიკოსი და თაცი დავითაშვილი. მინდა პირდაპირ კითხვით გამოვიდეთ თქვენთან. თქვენ ზოგადად ფიზიკის როლი ადამიანის ცხოვრებაში თუ შეგიძლიათ ამის შესახებ გითხრათ? ფიზიკა ძალიან დიდ როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში, თუნდაც ის, რომ არ ვაგვირდებით ყოველდღიურ ყოფა ცხოვრებაში, ყველაფერი ფიზიკა არის. თუნდაც ის, რომ ხახუნის ძალის გარეშე არ შეგვიძლია მოძრაობა. გადაადგილება. ძალიან მარტივი მაგალითია და მე მგონი მაყურებელს ვასაჩინო გახდება, რომ ფიზიკა ყოველდღიურობის ძალიან დიდ როლს ასრულებს, რა თქმა უნდა, მიზიდულობის ზალა რომ არ არსებობდეს, ხო? დიახ. ვერ ვივლიდით. ქალბატონო, როგორი არის ფიზიკის როლი მეცნიერებაში? უფრო განზოგადოებული საკითხი. ფიზიკა ძალიან დიდ როლს ასრულებს მეცნიერებაში. დიახ. თვითონ ფიზიკა მეცნიერება. ელექტრომაგნიტური ძალები რომ არ არსებობდეს, მთელი ცხოვრებაც არ იარსებებდა, ხო, სიცოცხლეც არ იარსებებდა. და ჩვენი სხეულის კუნთებიც ელექტრომაგნიტური ძალებით არის. ვხედავთ ელექტრომაგნიტური ძალებია. და ბევრი სხვა. თქვენი აზრით რა ყოფს ფიზიკას და მეცნიერებას ერთმანეთისგან? ვერ გავყოფდი მე ფიზიკას მეცნიერებისაგან, იმიტომ რომ ფიზიკა თვითონ მეცნიერებაა. ფიზიკა არის მეცნიერების ერთ-ერთი დარგი, ხო? საბუნებისმეტყველო მეცნიერებებია ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. და მე ვთვლი, რომ ფიზიკაც მეცნიერებაა. მოდით ამ კითხვაზე მინდა პირადად თქვენი მოსაზრება მიპასუხოთ, რა არის თქვენთვის ფიზიკა? მე როგორც ფიზიკის მასწავლებელი და როგორც ფიზიკოსი, ყველაფერსში, ყველა რასაც ვხედავ, რასაც ვაკეთებ, ფიზიკას ვხედავ. თუნდაც ის, რომ სადილს როცა ვაკეთებ, იმაშიც ფიზიკას ვხედავ, როგორ ორთქლდება, ან როგორ კონდენსირდება. რა თქმა უნდა, ეს ფიზიკა არის და მე მგონი ყველამ უნდა იცოდეს ეს, რომ ეს თუნდაც ელემენტარული ფიზიკაა. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ესე ვთქვათ, ფიზიკის არს ჩავწვდეთ თქვენი აზრით. თქვენ როგორც მასწავლებელი, ბავშვმა რომ ბავშვი კარგად ჩაწვდეს ფიზიკის არს, ამისთვის რას აკეთებთ ხოლმე? ვცდილობ ყველანაირად, რომ ბავშვი ჩაწვდეს, გაიგოს, უფრო სახალისო გახდეს, საჭირო გახდეს მისთვის, გაითავისოს და შეიყვაროს ფიზიკა. ვაკეთებ ისეთ ცდებსაც უკეთებ, უყვები. არის წიგნის ბოლოს ყველა გედენიძე ლაზარაშვილის წიგნით გავდივართ ჩვენ სკოლაში. არის საშინაო ცდები, რომელიც ძალიან ადვილია და სახლის პირობებში შეიძლება ჩაატარონ ეს ცდები და ამ ცდებთან დაკავშირებით, დათვალიერებით, დაკვირვებით უკეთეს შედეგს აღწევთ გაკვეთილის ახსნისათვის. თქვენი აზრით რა არის საჭირო, რომ გლობალური გახდეს უფრო ფიზიკისადმი დაინტერესება თუნდაც სკოლებში და მოსწავლეებში? აუცილებელია ლაბორატორიები, ცდები. დიახ, რომ უფრო ადვილად აღქმადი გახდეს ფიზიკა. რა თქმა უნდა, აღქმადი გახდება და ძალიან კარგი იქნება, უფრო მეტი დაინტერესება იქნება ბავშვებში. პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სკოლის ლაბორატორიასაც, თქვენ სკოლაში ფუნქციონირებს როგორც? კი, ფუნქციონირებს, მაგრამ არ არის ისეთი, როგორც გვჭირდება. რა კორექტირება შეიტანით პროგრამაში ფიზიკის სასწავლებლებში? კორექტირებას რა შევიტანდი? ერთადერთი ის, რომ არის ზოგიერთი წიგნი ისეთი შედგენილი, რომელიც მათემატიკაზეა აგებული ფიზიკაც და საჭიროა ეს მათემატიკის გარეშე ფიზიკა არ არსებობს. ანუ პრობლემა წარმოიშვება. პრობლემა წარმოიშვება იმაში, რომ მათემატიკაში არ აქვს ტრიგონომეტრია გავლილი, მაგრამ როცა ვსწავლობ მექანიკურ მოძრაობას, მექანიკური მოძრაობის დროს გეგმილებს, იქ გამოიყენება ტრიგონომეტრია, რომელიც ჯერჯერობით არ ქონდათ გავლილი მე-9 კლასში და ძალიან დიდი პრობლემა შეიქმნა ამაზე. იმიტომ რომ არ იცოდნენ რა იყო კოსინუსი, რა იყო სინუსი. ჩვენ კი აუხსენთ, მაგრამ მათემატიკაში იმ დონეზე როგორც საჭიროა,
უნდა იყოს. ტრიგონომეტრიას ვერ გავატარებთ ხო ფიზიკოსები? ანუ რაღაც დონეზე მაინც გაურკვეველი შეიძლება დარჩება მაინც რაღაცა. დიახ. ამიტომ სასურველი იქნება, როცა წიგნებში ადგენენ ფიზიკოსები, ეს გაითვალისწინონ, რომ მათემატიკაში რა აქვს გავლილი ბავშვებს. თქვენი აზრით, დღევანდელ სკოლის ფიზიკა არის თუ არა საკმარისი იმისათვის, რომ თქვა საბაზისო ცოდნა ქონდეს ფიზიკაში და თუნდაც შეიმეცნოს სამყაროს თავისებურებანი. კი, ვთვლი რომ საკმარისია. დიახ. ხო ბატონო თინა, რომელი აღმოჩენები არის აი ამ ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული ფიზიკაში, ფიზიკის დარგში? აი განსაკუთრებით პოპულარული ჩემთვის მაგალითად არის ის, რომ ამასინათ მერვე კლასს ვასწავლიდი სითბური ძრავები და ისიც უთხარი, რომ აი მაგალითად ჩვეულებრივად 70 კილოვატიანი სუბუქი ავტომანქანა 100 კილომეტრზე 10 ლიტრა ბენზინს წვავს, რომელიც 2 ლიტრი ხმარდება სასარგებლოდ და 8 ლიტრი აირის დაბინძურებაზე. მოდის. ლონდონში მაგალითად უკვე გამოიგონეს იყო წყალბადზე მომუშავე მანქანა. მაგრამ მაინც პრობლემები იქნება იმის შესახებ, ის ყოველდღიურად ვერ გამოიყენებ, ხო? რა არის მის მინუსები თუ შეგიძლიათ ამაზე თქვა? კი, რა თქმა უნდა, გეტყვით. ძალიან ძნელია მისი ტრანსპორტირება, მაგალითად აირადისთვის სჭირდება ძალიან დიდი მოცულობა. თხევადისთვის -253 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზეა. და ამიტომ მისი ტრანსპორტირება და ცოტა ძნელია. ამის გამოგება. მაგრამ ეკოლოგიურად ძალიან სასარგებლოა და სუფთა. არაბინძურებს და გლობალური დათბობა და არ გამოიწვევს, ხო? ეს რამდენი თვითმფრინავი, რამდენი გემი, რამდენი მატარებელი და უშუალოდ და რამდენი ავტომანქანა მოძრაობს, ხო? აი თუ შეგიძლიათ გვესაუბროთ ამ გლობალურ პრობლემებზე, აი თუნდაც გლობალურ დათბობაზე და ანუ ფიზიკის გამოყენებით რა დადებითი საქმეების გაკეთება შეგვიძლია? ანუ ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო უნდა შევქმნათ, ხო? ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო რო შეიქმნას, უნდა დავდგათ რაც შეიძლება ბევრი. ეს რა თქმა უნდა. მაგრამ აი როგორ შეიძლება შევამციროთ ხელოვნურად ანუ თუნდაც ავტომობილებით, ქარხნებით და ასე შემდეგ დაბინძურებული გარემოს გამოიჯობოს ეს აუცილებელი ფილტრები, რომელიც გაწმიდავს ამას და არ დააბინძურებს. თქვენი აზრით რა არის იმისათვის საჭირო, უფრო პოპულარული გახდეს თუნდაც ფიზიკა და აი რაც მეცნიერებას უკავშირდება ეს დარგები, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია უფრო პოპულარული გახდეს, თქვენ რას თვლით? რა უნდა გაკეთდეს ამისათვის? და კეთდება თუ არა ახლა? რა თქმა უნდა, კეთდება, ყველა ცდილობს. ყველა ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი, უკეთესი გამოიგონოს, გააკეთოს. ალბათ იმიტომ არა ის დღესდღეობით ჩვენ პროგრამაში პოპულარული ეს დარგები რომ რთულია თქვენ ასე თვით ამაზე მოთ ფიზიკა და თქვენ როგორც როდესაც ირჩევთ ფიზიკას რატომ აირჩევთ ფიზიკა ამის შესახებ თუ შეიძლება რომ გითხრათ? კი, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარდა ფიზიკა სკოლაშიც და რატომღაც რაც ცოტა უფრო ძნელი იყო, იმისთვის უფრო ვიღწოდი იმისთვის რომ მიმეღწია ქალისთვის ცოტა არ იყოს ფიზიკა. რა თქმა უნდა, ყველა მიშლიდა რომ რა თქმა უნდა ფიზიკა ჩამებარებინა დაუშვათ სამედიცინოზე, მაგრამ მე მაინც ფიზიკა გადავწყვიტე. და შეხვდათ თუ არა ცხოვრებაში ფიზიკის გამო ბევრი დაბრკოლება? შეხვდეთ თუ არა? არა, დაბრკოლება არ შემხვედრია, რა თქმა უნდა. თუ სწავლის პროცესში ხომ არ ყოფილა ის მომენტი, რომ როდესაც გონებიათ ფიზიკას სხვა რაღაც და უნივერსიტეტში რომ მიხვედით, ეს იყო ის საფუძვლიანი განსხვავებული. ხშირად ემართებათ ხოლმე ბავშვებს სკოლაში, თქვით მათემატიკა ძალიან მოწონს, მაგრამ უმაღლესი მათემატიკისგან საერთოდ არაფერს ვერ გებულობენ. ხშირად. არ გამჭირვებია მე ზუსტად რასაც ველოდი, მე ის დამხვდა და რაც მაინტერესებდა. და თქვენ რას ურჩევთ იმას, ვინც მომავალში აპირებთ თუნდაც ფიზიკას, ზოგადად მეცნიერებას მიყოს ხელი, რომ ეს ვთქვათ თქვენი გადმოსახედი არჩევა მიცეთ? მე მაგალითად ურჩევდი რომ შეიყვარონ ფიზიკა, ყოველდღიურ ცხოვრებაში რომ არც აკვირდებიან და ვერ ხვდებიან ყველაფერი ფიზიკა. და ამ ხრივ ურჩევთ ფიზიკაზეა აგებული ეს ყველაფერი.
ურჩევდი რომ შეიყვარონ, ისწავლონ, უფრო მეტი გაიგონ. ანუ საყოფა ცხოვრებას აგანიც. რა თქმა უნდა. და ხო არის კონკრეტული ერთი მხრივ ფიზიკას ხო ურჩევთ თუ ზოგადად ფიზიკის მიმართულებით წასვლას ურჩევთ ბავშვებს? რამდენი სიტყვით რო გითხრათ მე რომ მიყვარს შეიძლება ურჩიო და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ძალიან უყვარდეთ ფიზიკა. ისწავლონ ფიზიკა. ბევრს მიაღწევენ ამით. თუმცა განსაკუთრებული ნიჭი ხო არ ჭირდება ფიზიკას. აი ტექნიკური აზროვნების გარდა რაღაც დამატებით. ტექნიკური აზროვნებაც აუცილებელია ამისთვის, აუცილებელია მათემატიკის ცოდნაც. გარდა ამისა, იმიტომ რომ ზოგიერთს მაგალითად ფორმულიდან ვერ გამოუყვანია, ვერ გამოუთვლია რომელიმე სიდიდე. ეს რა თქმა უნდა კატასტროფა. მათემატიკა არიცი, ფიზიკას. უჭირთ ამით. კარგი, მე მგონი ჩვენ გადაცემა დავასრულოთ. ეს იყო გადაცემა მეცნიერების კვალ და კვალ მეტი მისცემ ნიკა ყოლბაი გახდით. დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახდა თინა მელიქიძე. თათი დავითაშვილი, მადლობა რომ მოგახსენეთ ყურადღებისათვის და აქ რომ მოვბრძანდით. ნახვამდის. დიდი მადლობა.